რა ხდება? დილა მშვიდობი? კაკი იწერს ტრასას, მე არაფერი არ მესმის. დასაქმები იქნება, მე დავაბლე, მაგრამ არ ამგონია მეტი დავაკლოთ, იმიტომ რომ ის არა ქვია. ასა უნდა ვნახოთ. რატო რა პირველი გზა? პირველს აპირდება. ხა ფეხით ვაკეთებთ გარბენს გასაზე. თონიკე და თაკო იქით ზერავენ გზას. გიორგი აქვს ზერავს გზას, სად დადგესო კარგად გადაგვიყვანს. ანი და ანანო ესე მოდიან. ორი ტექნიკური გზა არის და ერთი სწრაფი. ეხა თონიკე ჩავა მდინარეს ჩაარტყავს კბილებს და ამოვა. ეგეთი ადგილია რა, ჩახვიდე ჩაარტყვა. ეს არის ყველაზე ცუდი ადგილი ამ სწრაფი მავალ გზაზე. აქ უნდა გაიარო ნელა რა. ხო, აქ უნდა გაიარო ნელა. თორნიკე შენ საყურადღებოდ ვიზახით. A few moments later. ტრასები როგორ მოგეწონა? სამივე ტრასა გავიარეთ. კარგი ტრასებია. განსაკუთრებით ბოლო არის ძალიან ჩქაროსნული და გამოდიან ძალიან ჩქარი მანქანები. ჩაწერე გზა ყველაფერი? ჩავწერე, კი, გზა. მეორე ტრასა რომელია? მეორე ტრასა აგერაა ბიჭო. მანდ ვიყავია, ვერ ნახეთ. აი ამაზე არის ნათქვარი ადრე ამდგარსა ნიკოლაუსის აი, წავედი, ჩვენ გავაგრძელეთ ახლა. სად მიდიხარ? მესამე ტრასა თუ წახედი ვერ მოხვალ 1 საათი. ხო? ხო. უნდა მოვიდეთ. არაფერი არაა რა, წახოს წამოხვალ უკან. მე აქ უნდა ვიკატაო ძმაო. ოღონდ ისა ცოტა ჩქარა. მე ფორმულებია. ხო, მე ცოტა ტერმინოლოგიაში გარკვეული არა ვარ და გზას კი აკი მიკითხავს, მაგრამ აი არა ნახევარი არ მესმის. კაი კარავი შევარე. ნახეთ. რა ლამაზი რაღაცეები ხდება. ანანო არის გადარეული, კაი ყოფილა. ხო, სად მყავართ? წაყვანი. ო. ესე იგი, დღეს ვიმყოფებით ლილო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე და არის შეჯიბრი საქართველოს ეროვნული ოფროად ფედერაციის მეხუთე ეტაპი 2024 წლის. 2025 რატოა? იმიტომ რაღაც მიზეზების გამო წინა წელს ვერ ჩატარდა ბოლო ეტაპი და ეხლა ბოლო ეტაპი. არის ეგრეთ წოდებული ტრაიალი, გუშინაც უკვე ავხსენით, ბევრს აღარ ვილაპარაკებთ. დაგახო არიალებინებთ. არ ვიცოდი ტრაიალი რა იყო, ანუ ეგ არის, როდესაც ბოძკინტებში სიარული. ხო, დროზე, ანუ ვინც უფრო სწრაფ, ნაკლებ დროს ანახებს, ოღონდ ერთად არ გადიან. ცალ-ცალკე გავდივართ და ეს არის უკეთესი დრო, ვისაც ექნება 3 ტრასაა, 3 სხვადასხვა ტრასა, თითოეულ ტრასას ორჯერ გადის მონაწილე და საუკეთესო დროები ითვლება და შემდეგ ამითი ვლინდება გამარჯვებული. არის მიყვარს ამორის ქიმია. იწყება ტურიზმის კლასიდან, სადაც აბსოლუტურად სტანდარტული მანქანები მონაწილეობს, შემდეგ ოდნავ მოდიფიცირებული, სადაც საბურავი ზომა, დაკიდების სისტემა შეცვლილი, ეს არის სტანდარტი და მერე მოდიან მონსტრები და უბედურებები. მაიქ ჩვენ არ გვაინტერესებთ. ვინაიდან ვიმყოფებით აქ, პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ყველა ჩვენ მაყურებელს, გამომწერს, მადლობა კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის და აქვე გთხოვთ რომ ყველამ გამოიწეროთ არხი. და ასევე მადლობას გადავუხდი კომპანია ამბოლს, რომლის სტენდიც წარმოდგენილია აგერ, აი იმ ლამაზი საბურავებისთვის, რიცით გამოვდივართ ჩვენ. ეს საბურავებიც მიყვარს მე? ეს ქონდა. ეს არ ვიცი პირველად ხედავ? ეს ყო? ემასაც პირველად ხედავ. ნანკანგი სხვათა შორის ნურბურგრინგზე რო ვიყავი, სლიკები ეყენა BMW-ს. აი ისაც პირველად ხედავ, ის რა არის, ისაც არ ვიცი რა. ეს მეყენა მე და კაი საბურავია. პაჯეროზე მეყენა სულ თავიდან თუ გახსოვთ. ტოიო არის MT-ები. აქეთ არის ძნეხვები და იქით არის სხვადასხვა რაღაცეები. ხო. აი, აქეთ არის Mitsubishi სტენდი და ძალიან კარგია ზოგადად, რომ ბევრი სპონსორი უჩნდება ამ სპორტს. ასე რომ ჩვენც დაგვასპონსორეთ ჩიგადაში ხალხო და თორნიკეს დაასპონსორეთ და ჯანდაბას. მიუხედავად იმისა, რომ ვერ დადის, მაინც დაასპონსორეთ. GT Motors-ის საყურადღებოდ გეხვეწებით ჩვენ პატივი გვეცით და ჩვენი ხათრით მაინც, ჩვენი ხათრით. კაცო, ბაზის და არაფერს არ იძახით. ჩვენი ხათრით მაინც დაასპონსორეთ.
აგრდი გადასაღებ ადგილზე და აქ გამოვილიან მანქანები. მე გადავიღებ და განახებთ. შედარებით კაი ადგილია, ერთი გადასახტომი არის. აი იქიდან იქიდან ჩქარა შემოვლენ და ყველაფერს გადავიღებ და განახებთ. შეთანხმებული მაქვს ორგანიზატორებთან, რა გეგონოთ, რომ შემოპარული ვარ ან რაღაცა მსგავსი. ესე იგი, ემზადება პირველი მანქანა, ეს არის ტურიზმის კატეგორიაში გამოდის. მძღოლების სახელი და შტურმანის სახელი არ ვიცი სამწუხაროდ. ინსტრუქტაჟი მიიღეს წაღან. ნახოთ ხა როგორ სტარტავს. ჩვენც ასე ვიცოდით, რომ ჩაფხუტები უნდა ვკეთავოთ, თუმცა ამ კატეგორიაში და სტანდარტებში არ არის. წამოვიდა პირველი მანქანა, Toyota 4Runner-ი, სრულიად სტანდარტი, 4-დან 0 სტანდარტულ საბურავებზეა. ახლა ხედავთ, მოდის, რომ ნახოთ ერთი როგორ გამოვივლის. მივა. საკმაოდ ჩქარი ის არის, რა ქვია, ჩქაროსნული. ხევი. გაია. შევიდა. გამოსასაც განახებთ. არ ვიცი ახლა დროის ამბავში როგორი დროა, კაი დროა, ჯერ ცუდი დროა, ჯერ დაარსულია თმა. ისე უკანა შემოვიდეს, სადაც დასტარტა ფინიში იგივე არის. ანუ იგივე წასს გავდივართ, ანუ როგორც დასტარტს გავიარეთ, უკან წამოსვით მოდივართ. მე ისე ფინიშისკენ. უკან შემოდის ფინიშის ადგილზე. პირველ მანქანას 1:46 დაუფიქსირებია დრო. მე ვეცდები რომ წამზომით რაღაცნაირად დავინიშნოთ და ჩავხსათ მანქანაში და ნახოთ როგორ იქნება. ეხლა შევხედოთ მეორე გამომსვლას. დავით ორაგველიძე დარბის წინ და უკან რუპორით და ხალხს ეჭყობება გადადიდგიდან გადადგზიდან. რანეზე ბევრად სწრაფად მოდის. აი საინტერესო იქნება როგორ გამოვივლი ის. ეს არის რაღაცა, არ ვიცი რა, ჩინური რაღაცა. ამბავ ნახოთ. ვა. ბიჭო. რაღაც 17.0 ტურბოა მე მგონი, არ ვიცი. მოვიდა. არ ვიცი ხა ეს ელექტროა. არ არის ელექტრო. როგორია, მაგრამ იქ დასაწყისში ბევრად უფრო ჩქარა მომეჩვენა რომ მოდიოდა. მოდლის გაიტია. იმაში ამ ცოტა მოხუვის კუთხე იქ ცუდი მოსახვევია და მაგ. ელექტრო ყოფილა. ვაი მე აქ რასედება არ ვიცი. არა და ისაა. სხვათა შორის ძალიან მაგრად ჩქარდება, ვაი. რა მოვიდა? სულ გაჩერდა რატომღაც. არ ვიცი რატო. გზაერია თუ რა მოხდა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, გაჩერდა და ძალიან ბევრი დრო დაკარგა. ეგ ცუდი არის რეალურად საბოლოო შედეგისთვის. მოდის მანქანა, ეხლა დავფინიშებ. არ ვიცი რა შედეგი აქვს. ეს ლევანი გამოდის, ეხლა ტურიზმის კატეგორიაში. 2-3 მაგარი მანქანა რა უნდა 35-ზე სტანდარტულად თქო ეგეთია რა. მორაგველიძე ვალეში ყოფს მალეო. სად არის ძმა მეგრე მალე? კარგად მოდის, კარგად. მოდი. ძაღლი შევარდა. მოდის. ეხლა უნდა დაუშვათ, მოდი. ცოტა წნევა საბურავებში, რომ ეხლა ტრასის ძალიან ხისტია და არ გჭირდება 2 და
3-ია დაახლოებით 2 და 4 არ გვინდა. მოდი 1 და 8-ზე 1 და 7-ზე სადღაც ამ დონეზე ჩავიყვანოთ. About Tanis რა ქვია, უკან რაც გვიდევს და რა დღეში დაგხვდება, მე ვნახოთ. ტურიზმში ჩემი ფავორიტი ტიპაჟი გამოდის, ძალიან გულშემატკივრობ მათ. აკაკი არის პილოტი და შტურმანი ანი არის. ეს არის Toyota ცენტრი თეგეტას ავტომობილით გამოდიან. ახალი პრადოჩი. საინტერესოა. კარგი ხარ აკაკი, მშვენიერი ყოჩა. მიდი, ჩვენ ბალეშიკობთ მათ შორის ამ კატეგორიაში აკაკისაც. აჰა, მოდის, გაია. მიდი, აკაკი, მიდი. გაადეინერ ჯაყაჯუკი. აგვანახე რა შეუძლია 2 და 4 ტურბო პრადოა სხვათა შორის. ტესტ დრაივის მანქანაა და აბა აი აქ ცოტა ისა რა ქვია. დიდი მოსახვევია, მოიმე. მეკავდნენ, მაგრამ არა უშავს ოფისში. დავიდა. აია. ახსნევინა, ოპ. ოჩაკ. კარგი ხარ აკაკი, კარგი ხარ, ძალიან მომწონს. პრადოც კარგია. ოპა. 1 წუთში და 30-ში ულიად კარგები არიან. ეს გიგის მანქანა გამოდის ახლა. გადავიდე იქეთ. ტანკ 700 არის, აქ რაღაცა ბევრი ცხენი, 700 ცხენი აქვს. ნახევარი ელექტრო, ნახევარი ძრავით, რაღაცა ისე და საინტერესოა ესაც როგორი ივლის, ამ სტანდარტული მანქანა არის აბსოლუტურად ამ კატეგორიაში გამოდიან მხოლოდ სტანდარტული მანქანები, არაფერი მოდიფიცირების გარეშე. ეხლა რო გითხრათ რომ ძალიან ჩქარა მიდის თუ არა, უფრო ეთყობა რომ მანქანასაც მეტნაკლებად უთხილდებიან. რაც სავსებით მისაღებია, ეხლა ახალი მანქანაა ტესტ დრაივების და ორ დალეწავენ ახლა მე ჩეჯიბზე. თუმცა ჩვენ გადავიღოთ, ჩვენ ამის. ხო, მე ვიტყვი რომ საკმაოდ მენადადის მე თუ მკითხავთ. ჩემი მოკრძალებული აზრით ბრონკომ და აკაკიმ ბევრად უფრო ჩქარა გაიარეს აღნიშნული მონაკვეთები. ის გიგი, მაგრამ დასტარტა ვერ გადავიღე სამწუხაროდ, ვაი. არ ვიცით რა შედეგია. ლევანისი იყო, მე მგონი ყველაზე კაი შედეგი წუთი და 26 ნუმცა რატომღაც აკაკი რატომ ეკედა არ ვიცი. ოი, აი Subaru-ს რო ითხოვდით ხოლმე. სუ შემოდის. ცოტა გვიანდაც რა ისა. სუბუქი მანქანაა, კაი აჩქარებით, კაი მანევრით, 4x4 სისტემით და ნახოთ რა სიზავს. ერთ-ერთი ცუდი ისაა რომ ვარიატორი აქვს. კარგად მიდის. ავარიულებით ჩაფული აქვს, რა ხარ? ეს დიდი მანქანები რო ხტებიან და იმაშვებიან, რა ქვია, ყველაფერს არ ახუნებენ, ეს ჩვეულებრივად დადის მაგ ადგილებში. აუ, კარები გამოტოვა. კარი გამოტოვე. არა უშავს, კარი გამოტოვა, უკან უნდა გაევლო. არა უშავს, მეორეც და აქვს. დამატებით მინდა ამისო რომ გუში რო ვიყავით მოსვლები რეგისტრაციაზე, აი ის დრაბილკა მუშაობდა და მთელი დღე twin დავიდა დრაბილკა, ეგრეთ წოდებული დრაბილკა, დღეს გამორთულია და მადლობა რომ პირას ისვენებ დრაბილკა რომ მთელი დღე twins არ გვიდრაბილკებ. საინტერესო მანქანა არის და ესეთ მანქანებს ეს უფრო უნდა გაუჭირეთ აქსიარული, იმიტომ რომ არაფერი ისეთი არ არის ყოველ შემთხვევაში ამ ტრეკზე. სხვა ტრეკზეც ერთი დიაგონალების აღმართვით, ერთი დიაგონალებია და ისეთი არაფერი მოკლედ. ესაც ელექტროა ხალხო. აი ამან ცოტა სხვა ტრაექტორიიდან არჩია ჩასვლა. არ ვიცი ხა ის ტრაექტორია უკეთესია თუ არა, მაგას მე დროები გვიჩვენებს საერთო ჯამის და გამოჩნდება. ეხლა მოდის უკან. ეს უხმოთ რო დადიან მანქანები რაღაც ძალიან სხვა ტრაექტორიდან ჩავიდა და სწორი ტრაექტორიდან ამოვიდა ასე ვიტყვი. რატო გაუდის აქ ჭახაჭოხი არ ვიცი, ისინია რაღაც ბალახ-ბულახები და მაგას ედებიან მე. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ დრაბილკას რომ ეს გვაძლევს შვიდ ვითარებას ჩავატაროთ შეჯიბრი. შემოვიდა ფინიშზე Volvo და სტარტა Renault. აჰა, წამოვიდა მეორე წრე. Renault Duster-ი. გამოვიარა. ვა. Поча. აბა. მიდი. შემოდის, ვაი, Renault შემოდის, წეღან იქეთ ძალიან. აიმე, ოპა.
კაია რომ იქ არ ვიდექი. ეს არის საჯია. ხელთათმანები, ოჩა. ჩვენ ენა ყავით, ყავის წრუყვით უნდა ვიაროთ, ენა. ეს რა. აბა, ვათავარ. სამი, წავიდა. Mitsubishi Sport. კამერა უყენია. ოხ, ბიჭო, რა კადრები მაქვს. კაი ადგილას გადმოვედი რა. ესე იგი, მან ყველას კარგი ავტომობილოდება ხავს. ვისაც დაკიდების სისტემა არ გვაქვს. ითვალისწინეთ. შემოგრიბა, ამიცი ვინასაც და მეგონი მანგლოსანია. ვხედავ. ოჩა, გაია. ეს მეორე წრეზე შევიდა უკვე ეს მანქანა. ნამდვილად მეორე წრეები წამოვიდა, ფორანერი მოდის. პირველი იყო. აი მანდარი ძალიან ცუდი ადგილი და ეგ არის სადაც ლაწალუწი ხდება. თუმცა პირველი წრის მერე გაითვალისწინა და ისე გამოიარა რომ არაფერი არ დაუწყია, რაც კარგია. აქ რა არ ვიცი. რატო ედება? თითქოს სტანდარტული რომ საბურავი უყენია. ოდნავ შეეხო. ბიჭო. შემოდის მანქანა, ნახოთ რა დროსაფიქსირებ, აჰაი. მოვარდა ჩინური ელექტრომობილი, სახელწოდებით უცნობია. აი, ეხა უკრელა გაიარა. ჩახაჩუხი გაუდიოდა, ეხა ისწავლა, სად ნელა უნდა გაიარო, სად არა. გაია. მაინც ცოტა ჩახაჩუხები აქვს, მაგრამ სხვათა შორის კარგად გაიარა. მოდის უკანა გზაზე. საკმაოდ ჩქარა მოდის. სხვათა შორის საკმაოდ ტექნიკურად და კარგად დადის. იმიტომ რომ პროფესიონალი ავტომობილერის საჯესთან რო იცოდეთ. ვინ? მათი ვიდეო და გაიგებთ. თვითონ დადებენ YouTube-ზე. კარგად გაიარა ნამდვილად, ვერაფერს ვერ უთქვა. მოდის ლევანი, თავისი ბრონკოთი, პირველი გავლა საკმაოდ ჩქარი ქონდა. ნახოთ აქ ჭახაჭუხზე რა იქნება. აქ მაინც ყველა ჭახაჭუხებს. ასე რომ მეც რო დავიჭახაჭუხებ, არ გაიკვირდით. აი, ბალეშიკობენ, კარგად მოდის, გაია. მიდი ბიჭი. ცოტა ისა აქ, რა ქვია, სნოსზე გადის. სამაგიეროთ დაადგავს მე მიფინოს. ამოვიდა უკან. კარგად მოდის. გაია. ტოერები. იქითური, აქეთური. იქ არის ყველა ცუდი ადგილი, არის მოკლედ იქ. რო იცოდეთ თქვენ ყველა. გადახტა ბიჭო. გამოიკატავა. ესაც შემდეგი მანქანა. მიდი აკაკი. ბიჭო. რა კაი ადგილას დავდექი, მაგარ ჭახჭუხებია. მტერს მოგვახდეს, მაგრამ წავიდა, კარგად მიდის. ოჩა. გაია. მოდის უკან, ხედავთ, გამთხელა სიჩქარით მოდიოდა. ნახოთ, გაია, მიდი, აკაკი, მიდი. აბა ჭახაჭუხები გადამაღებინა ეხა, მიდი. ახალი პროდუქტ ჭახაჭუხები ვის უნდა? აბა. ეს იყო ახალი პროდუქტ ჭახაჭუხები. საბოლოოდ ბევრი ვიარ, ცოტა ვიარ, კაი ადგილი იყო. სადაც ჭახაჭუხები ხდება, იქ ვდგება. პირდაპირ ჭახაჭუხების ეპიცენტრში ვარ მე. სამოვიდა. ტანკი. სხვათა შორის რა შეიძლება ითქვას ტანკთან დაკავშირებით. ჩემი დაკვირვებით რაღაცა გაუკვირვებთ მეც გამოსცემს. არავის არ გეწყიდა ტანკის ფანება. დატვირთვაზე არ ვიცი რატო აქ ეს ისა რა ქვია ხმები სტანდარტული დაკიდების სისტემაზე სტანდარტული მანქანაა. აი აქ ჭახაჭუხები აბა. კი ბატონო. ვაი. საბურავი ხარ გადაუწევ. არა, გადარჩა.
ოპა, ვა, ნახე. ნუ დამაბრალებთ ნურავის ფანობას, Toyota-ების და რავი ტანკების და შვანგების და აშენებს. მხოლოდ რაც შემითვალით დავინახე, მაგას ვიძახ. შეიძლება რამეზე მეტყველებ, შეიძლება არაფერს არ მეტყველებს ეს. ისე, უბრალოდ ინფორმაციისთვის. აი, გადავიღებ ახლა შემდეგ მანქანებსაც და წავალ მე მეგონი სტანდარტი იწყება და ჩვენ ჯერ იქნება. აი, ჩვენ ჭახაჭუხი ნახეთ, თქვენ აქ მომზადებული, ვითომ მომზადებული მანქანები რაღაც. კუსტარული ლიფტებით რომ მოძრაოთ ბიჭები, გავაყრევინებთ ალბათ ყველაფერს. იმპრეზაა, ვაფშე ისე აა, იმპრეზაა. ბიჭო. Subaru X-ვე, სხვათა ეხა ნახეთ ყველა ნაკლებ ჭახაჭუხი. უნდა მეთქო ყველა ნაკლებ ჭახაჭუხი ეკრება თქო და ბამპერი დაარტყა. ანუ ეხა დაბალია და მაგითო. ჭახაჭუხის მე მინამდვილად არ აქვს. იმიტომ რომ თქო ნაკლებია, სედანია, დაკიდებაც ესეთია, მსუბუქია და ასე შემდეგ მოკლედ ეგ არის. აი ნახეთ რა კარგად გაიარა მან ჭახაჭუხი დაუდის დიდ მანქანებს. ხო, რა იქნება საინტერესო ეხა მე მაგალითად გადაღება არ შემიძლია. ვინაიდან სტანდარტში მეც გამოდივარ, ნიკაც გამოდის, თორნიკეც გამოთან, გადამღები არ ყავს არავინ. თუმცა აი ამ ადგილზე ჩემი მანქანის და ნიკოლაუსის მანქანის გამოსვლას სიამოვნებით შევადარებ და გადავიღებ. საინტერესო პირადად ჩემთვის რა არის? არის ის, რომ როგორ მუშაობს ARB-ს დაკიდება სტანდარტულ დაკიდებასთან შედარებით, ნუ 33-იან საბურავი გვიყენია ორივეს და დაახლოებით 5 სანტიმეტრი ლიფტი გვაქვს. ძალიან საინტერესო იქნებოდა აი ამ უსწორმასწორო გზაზე რომ შევედარებინა. თუ არ მომეწონა ამ შეჯიბრზე სტანდარტული დაკიდება, მე აბა რას ვიდეო გამოიცანეთ უყელა. ოღონდ დააკომენტარეთ ახლა არ ვიტყვი ახლა. ვიდეოში დააკომენტარეთ რას ვიდეო თუ არ მომეწონა სტანდარტული დაკიდების სისტემა. რაღაცა უნდა ვქნა. მოდის შემდეგი Volvo რა მოდელია არ ვიცი. ვა, მაგარი ჭახაჭუხები გადავიღე. ვა. თავარია რომ ბალიშები არ გაიხსნას ესე ჭახაჭუხების დროს. იმხელა ჭახაჭუხზე არავიდეთ რომ ბალიშები გავხსნათ. აი ეგ არის ერთ-ერთი მთავარი ამ შემთხვევაში რაც მინდა გითხრათ რომ შეჯიბრებზე ხშირად ხდება ხოლმე. შემოდის. ესე დატვირთვაზე მუშაობის მერე სტანდარტული ამონიტორებში რაც არის შეგნით სითხე ის სითხე ხურდება და დაკიდების სისტემა კარგავს თავის თვისებებს როგორც უნდა იმუშაოს. ძირითადი მიზეზი რატო ხსნიან ხოლმე დაკიდების სისტემას არის ეგ რომ ესეთ რეჟიმში სიარულისას უფრო დიდი ხანი იყოს მანქანა სტაბილური. ნუ ძირითადი ეგ არაა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ეგაა. ეს მე არ მომიგონია დათას დავისესხი ხაჯაიას. მეორე წრეზე. ვაი. ოპა. მე პარაგე. ეს მე რამდენად ვთქვი, მესამე თვე. აუ, ბიჭო, ვახჭი. მაგარი კადრები ხალხი. აუ, რაღაც მომდრა, მაგრამ არა უშავს. ეს პრაივის არის აიტანს. ეს მე მგონი დაიშალა. აი მე ვისაუბრ ვიხომრე გადაშლის მიჯერენა რა გაიარა ვა არაფერი არ არის ოდნა პატარა ბასფასი მოდრა რაც ჩვეულებრივი ამბავია ეგ მექანიკა არის ეს მანქანა და ჩქარებს თვითონ შეიძლება ეგაც რაღაცა ის ოქიჭუბი მაგრამ გადადის აი სანაირად გადავიდა ვა ჭკვიანად შემოვიდა. ვა, Mitsubishi. აბა. ვა! მაგარი ჭახაჭუხები იყო. მაგარ ადგილას გიღვიჩ. მათე შორის ძალიან მინდა ამ მანქანის ტესტ-დრაივის გადაღება. თავისუფლად ჩვენი ერთი გამომწერი და აუცილებლად გადავიღებ და მე პირადად ვხარ ამ მანქანასთან ჩემი ინტერესები. ყოველთვის მომწონდა ეს მანქანები. მე რა ვიცი ჭახაჭუხობ და აქაც ჭახაჭუხ. მაინც მომწონდა. ინტერესებდა ხოლმე რატო ვერ მოიკიდა ამ მანქანამ ფეხი საქართველოში ისე როგორც მოიკიდა Prado მაგალითად. და აი ეგ მინდა რომ გავარკვიო იმ ტესტ-დრაივზე, რომელსაც გადავიღებთ ჩვენი. ხო, ნუ ემჩნევა რომ ან სტანდარტული დაკიდების სისტემით ვინც ვართ, მოკლედ ყველას ეგრე მოგვიო. არაფერი გასაკვირია, ეგ Forerunerიც ეგრე ჭახაჭუხობდა და მინდა გითხრათ, რომ არ გაიგვიროთ იგი ამბავს. აი ნელა გადაიარა მეორე დაფინიშება Mitsubishi-ს ნახოთ ახლა რანაირად ჭკვიანად შემოდიან ყოჩა გიტკობა სტანდარტ კატეგორია მე 226 ნომრით რჩები გადაღება ჯერჯერობით 112 ნომრის ჩავთვის ან ანი გამოვილის თავის პატრული თანის გამოვიღებ და მე წავალ მანქანასთან რომ გამოვიდე პირველი მანქანა არის ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი რომელიც არის Ford Bronco განახებთ რომ გამოვილის არა ხები ყველა კონკურენტები არიან უბრალოდ ამ მანქანას თავის პარამეტრებიდან გამომდინარე ალბათ ჩვენ შევალაზე მეტი შანსი
ანუ საჭის ტრიალის კომპონენტი რო არჩევსოთ, მას აქ. მართავს რა გითხრათ, ხალხო, მე პატარა რო ვიყავი ხოლმე და უსტავში დავდიოდი ხოლმე ტრეკზე. მის რბოლას უყურებდი ხოლმე. ასე რომ მართავს ჩვენზე ბევრად პროფესიონალი მრბოლელი და არ ვიცი, ნახოთ რა იქნება. აკო, შენი იოჰეჰე მანქანა გამოდის ახლა სტანდარტ კატეგორიაში. ცოტა ხანი დრო გვაქვს, რომ ცოტა კადრები გადავიღოთ. აბა წავიდე. ვაი. მოდის და არის ახლა ეს. ეს არის სტანდარტის პირველი, რა ქვია, მონაწილე. მართლა პირველი მონაწილეა ხო? კი არ გატყვილებთ. ფოტო შორის ვინდა გითხრათ, რომ არავის ნაკლებად არ არის ეს მანქანა. ცოცხლებითო. ეს ჭაჰაჭუხი არ გეგონოთ, უბრალოდ უკან ბაგაჟიკში რაღაცები ულაგია და ისინი ხმაურობენ. აი როგორ უნდა მანქანის მართვა. ვა, კოჩო. სრულიად განსხვავებული ტრაექტორია შემოგთავაზა, იმიტომ რომ შეუძლია. შემოდის, აბა ნახოთ ახლა როგორ დააფინიშებს. აბა წავიდა. წამოვიდა ბრონკო, ისეთი ხმებია, ნამდვილად არ მეშლებოდა, რა კაი მანქანა. ჭახაჭუხები რა თქმა უნდა. დიდი სამურავი უკანია სპარაგდა. ხეთ რასმიგი ხალხო, სამურავი დებოცა. საკმაოდ ჩქარა, იმიტომ რომ შეუძლია. თორცები ძრავი არის 2.7 twin turbo. ეგეთი ძრავი გასვლა ინახეთ. turbo twin turbo რო არის ეგ გადაგასაგებია. ჯოი ტრაექტორიდან ჭახჭუხ გადარჩა. დავიდა. გამოვიდა მესამე მანქანა. ნახოთ. მიტარად ყოლია კლასში, არ ვიცოდი. კარი არ გამოგჩეს, ვაი. აუ, ძალიან ცუდი კუთხიდან შემოვიდა. არა უშავს. პატარაა გაეტევა. გაეტია. ანუ კარის გამორჩენა არის ყველაზე დიდი პრობლემა. რეალურად ყველაზე მეტად მაგას უნდა უფრთხილდე, რომ კარი არ გამორჩეს. ვინაიდან უნდა შემოვიდო ორჯერ. პირველ წრეზე თავის მოყოლას არ მოპირებიული ნელა სტანდარტულად შევისწავლი გზას და მეორე წრეზე ჩავაბაბანე. ამასობაში ტურიზმი ემზადება მეორე ტრასაზე შესასვლელად. აი ამის გადაღებას უკვე გაგვიჭირდება რომ შემოგთავაზოთ. ნომრებითაც მიხვდებით მიზის საერთოდ მავანი გამოდის. დავიდა, აბა ნახოთ მიდი. ესე იგი რანგლერი ძღოლია კლასში. გასაგებია. ამასობაში თუ არ უცდები სტარტი აიღო ტურიზმმა, ვაი? უბრალოდ გაცდა იმას, რა ქვია, კარს მეორე ხნით შედიოდა. რა უშავს, გაასწორებს ახლა ყველაფერს. ხო, ამასობაში თუ არ უცდები სტარტი აიღო ტურიზმის კატეგორია, მოყოთ უკვე მეორე გზაზე, რომ დრო არ დაიკარგოს საბოლოო ჯამში შეჯიბით ასრულებლად. სავარაუდოდ ამის სფერო იქნება ანი, რომელიც არის 112 ნომრით, გადავიღებ და გაუდგები მე ჩემს გზასთან. არა და რაღაც კარგი დაკიდების სისტემა უჩანს ახლა აქედან. ხედავ, მაგრამ ქართული რო არა, ეგ შემიძლია დაკიდო. 123, 124, 125 მე ვარ და 126 არის მარგე. ანი საჭესთან და ჩაუდის სტანდარტში არ ვიცი ჯერჯერობით მე მგონი ერთი გოგო არის. წავიდა, აბა წავიდა წარმატებით. თუ გამოდის წესით სტარტიდან უნდა გავიგონოთ მისი ხმა. То кази უნდა დაგქაქოქოს. Каз 51. Капанадский завод машиностроения. Капа мокро. Нохет, бюджо, აბა მოდი ანი.
Ani. Kaya. Ani. Kaya. Bidi. Kaya. Oh, patrolis problema ის არის, რომ ძალიან გრძელია, თან ბალკებზეა, თან ის, თან ეს, თან მექანიკა, თან რულის-ტრიალი. თან სანამ ტურბინას გახსნის. მოკლედ, კაი მძიმე მანქანაა, მაგრამ მანი ყველაფერს შეძლებს. ჩასული. უი, 29. კარგია, ყოჩაღანი, კარგია. აი ეს გრძელი ბაზა აქვს და მოკლედ ეგრეთ წოდებული რაზვაროტი, რაც ესეთ ტექნიკურ გაზეთია, რომ უფრო ართულებს ვიდრე თქვა ჩვენი მანქანები. არ ვიცი, შეიძლება ხიცა არც არ ჩართული, იდეაში არ შეიძლება აქ. ეს გზა არა იქნება გჭირდებოდეთ. წავედი ახლა მე ჩემ მანქანასთან. კარგად გაიარა. აუ, კაი მოჭიდება, გაქია. რას ლაპარაკობ, ბიჭო? ოფს არ იღებს ვაფშე. აუ, ისიც ნახე. ხა ცალი ხელით ვატარებო ვერ ვიტყვი, მაგრამ აი რა უნდა მოსვესაი, ძალიან მომზადებულები არიან. ეს ტურიზმის მეორე გზის სრულ ვიდეოს ამერ შემოგთავაზებ, სხვა ნამდვილად არ მგონია რომ გქონდეს. შენ კარნახობ რაღაცებს. მე ან ვიგებ ან არა. თუ არა ძლევ გას ფეხში გირთო? ხო, და ის არის. უკანა წამყვანი რეჟიმში ვარ. შემოდიან უკვე თონიკეტად აკო, ჩვენი ქრიუ 23, 123 აქვს ნომრები. ახალ გვიწევს. არ ვიცი რა დროზე არიან ხა. შემოვიდა ნიკუნა, წარმატებები, ავაწავიდა ყოჩა. ლევიში, 30 პრავი გაქვს, მარცხნივ დარჩი. დავედით ლევიში გადიხარ ჯიგარო, მე პრავი გაქვს, მარცხენა მხარეს დარჩი, მე ლევიში გადიხარ, კიდე ლევი, პრავი, მე-4 გავიარეთ, ახლა ლევი, მე-5, მე პრავიშია მე-6. კიდე მოუხე მე-7. დავედით მარცხნივ მე-8, მე-9, 10, 11, მარცხნივ.
დავე. კარგი ხარ 13, 14 მარჯვნივ 15 მარცხნივ 16 მეტი მარცხნივ 18 მარჯვენა მერე მარცხენა 19 20 კარგი ხარ მარჯვენა მარცხენა ბატონო აი ასე აიხე ბეტა კარგი ხარ აკუჩიში გარედან ჩოსრესკოთ შევდივარ სტარტზე. აი. იძნენ ესენი. 2 და 3. მეორე მიდი. კარგი ხარ. აქ ხო იცი გვერდიდან. ეხლა. და იქეთ უნდა შეხვიდე მიდი. კაი. ხილ წერდა. რა ხდება? აი, ჯობია ესე დავკეტო. აი ამ ზეთის ამღება დამავიწყდა და ესეთი ამბები ხდება ახლა აქ. აი ეს დღესია. კაი, სამუშაო მერის ახლა ამის ამოწმენდვის. მეორე წრე ანის და თუჩასი. ანის მეორე წრეც მოდის უკვე სრულდება. ახსა. აი ამიტომ უნდა ხალხეს მოკლემან კამერა. ელა შევიდე. ეს სტანდარტები შეუშვეს უკვე მეორე გზაზე. სულთუკმა აი ამ მანქანა მაჩვენა 0.48 საუკეთესო დროა ჩვენა ამ გზაზე დაფნა სამწუხაროდ გავიდახმარა თან მიხარია მე თემად კატეგორიებში გამოვდივარ რა უყვა აი თორნიკე მოდის ახლა ნახოთ თორნიკე როგორ იყო მართლა რა მაგარია ყოჩა სავალ ბეკა სავალ ქართულს რამდენია? 5.25. გვიანდა ეძრა რაღაცა ალბომი დონა. მიდი თორნიკე მიდი. აქ მავანია შემოსული. ამას წინა ტრასაზე ორივე ჯერზე დაინებია. მოდის თორნიკე მიდი ნელა მოდიხარ თორნიკე ნელა მოდიხარ. ხოჩა. კაია. 1.30 ხო? კაი დროა. ჩვენია. გადავიღე. 27-ში ვიარე, მოკლედ ამჯერად უკანა წამყვანით. უკანა წამყვანი უფრო გამართლებული იყო ამ შემთხვევაში. მონახეთ ხა მარგებეი რამდენია რა. რაკენ გაუმჯობესე? ვაუ, მე 27. საღოლ. აჰა, გასტორმდა.
უკვე ვემზადებით მეორე ტრასაზე გადასასვლელად. იქი, ეგრე გააგზელე. არა უშავს, გზა მაინც გაიარო. მეორე ტრასაზე შედის ნიკუნა. გვიან ძრავს რა, რატო შვება? ძანი. მე ნელა გადადიო, აკაკი პრავი არის, პრავი. ეს მეოთხე. ო, ეკითხა ნელა. უსკი არის ეს მეხუთე. პრავი არის მეექვსე. პრავიში გვაქვს სამიანი. აქ დუგუდუგუ გვაქვს აქ ნელა პრავიში. დავაი. ემასე კარგი ხარ. დავაი დაეშვის პუსკზე მეხუთე ავიღეთ. პრავიში გვაქვს 6, ჩადიხარ ლევიში მე7-ზე კალეაში. დეგ. აქ გვაქვს დუგუდუგუ. ავიღეთ მე9, მე10. დაკრუგა მე11 გვაქვს. კარგი ხარ, დაკეცა ჩავიდა კალეაში. კარგი ხარ. 13, 14, 15 და ლევიში გადიხარ ფინიშზე. 3, 2, არინდობს მარგი. არც მანქანას არც მე. ოხო ნახოთ პირველი დროა ჩვენა 0:48 პირველ წრეზე, ახლა მეორე წრე ვნახოთ. მზადება ანი მეორე წრის გასავლელად. გასულ ჩარო დაუჭირდა გვერდზე. აი ნე. ერთი, წავიდა. დაძვრა და ჩვენი დაძვრა. გადიან თორნიკე და თაკო მეორე წრე არის საუკეთესო დრო მეორე წრის დონეზე და 45-ია დაფიქსირებული. სხვებმაც რაღაცები გააუმჯობესეს.
ხარბატე ყურსან გადაღებასაც ძალიან ისეთ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან მტვერი დგება და მართლა არ ჩანს ხოლმე მანქანების ბრალდები. და კაკის მეორე წრე. ერთი ძალიან შეხვედით რა არის ვერ გავიგე. მიდი. ნარა ჩვიდათ ვიკატავეთ პენსიონერულ სტილში. მადლობა გაგის ჩემ კოპაილოტს, თორე ძალიან ჩვენი ვიდეოში კი ისმის ესე დუგუ რა ლევი პრავი არ არის და ესე იგი მოვედით. დააფინიშეს. დაიმახსოვრეთ ფელჩატკი ფოვერ. 11 წამით მაჯობა, 11 წამით. 54 ჯერჯერობით საუკეთესო დროარი 45 ხონდა მე 44 რამის. ანუ სიმართლე რა გითხრა, პირველ წელზე უფრო ვილაყლაკეთ, მეორეზე იყო და მე საერთოდ გიჟე იყო. და იქ პირველ წელზე მეორე ადგილზე ვარ. რა თქმა უნდა, 24 იყო იქ. 23 იქ ყველა კაი დრო. მესამე ეტაპი რჩება. ხელამცხელაო და კი არ გაიხდეს. დავიღალეთ, სიმართლე რო თქვა დავიღალეთ. იმიტომ რომ ველოდებით უკვე საათ ნახევარზე მეტი შეიძლება მეტი. ამასობაში თქვათ რომ ბაგის კლასი მორჩა, ან მესამე დარჩენილი ტრეკი ბაგი დასრულა. ეხა შედიან ესენ ტურიზმოები 7 მანქანა თუ 8 მანქანა თუ რაღაცა და მე შევალთ ჩვენ და ჩვენცაც ბოლო ტრეკია და მე დაიწყება TR1 და მოდიფიცირებულები და რაღაცა. იმათ ღამით თევის უწევთ ალბათ. ამოჩა და კაკი. ოპა. ტარტა ეხა ტანკ შევდასად ხოდებული. ეს ცხელია ხო ამას. ეხა ისეთი მდგომარეობა აღმოჩნდა, რომ ორჯერ ვეღარ გაგიყვანთო. აირჩიეთო, ან გვიან გამოხვალთო, ან გვიანო, ან ერთი გავლაო და წინა ტურიზმის კლასაც ერთი გავლა და ჩაუთვალეს თუ როგორც არის რა. ჩვენც უმრავლესობით ჩავთანხმდით რომ ერთი გავლა იყოს და ერთხელ გავევლით რა გავიკატავებთ. ეგ არის რა. დაიძრა. აბა. მოვიდა. ხეინად გაუდგა გზას ესე. ინფორმაცია გვაქვს კულვარებიდან რომ ყველა ვინც გავიდა მანამდე ბოძები წააქციესო. მე იქ რეტარდერთან არ მომეწონა. ანუ ისევ მე მგონი უკანა ხიდით მომიწევს. მოკლედ უკანა ხიდით სედანით დავდივარ. Yowa midi. Pecho. ეს არის უკანა ბანე. ავიდა კარტლოსი. სტარტია, თორნიკე სტარტია. ოდის თორნიკე.
მოგვიყვებით ახლა გამოვალთ ჩვენ უკანა წამყვანი ისევ დანარჩენი მოცურება ყველაფერი გათშულია და ნელა ვივლით თავარია სტაბილურობა მარჯვენაზე, მერე გადავიდა მარცხენაზე. მერე გავიარეთ. Ja. კარგი ხარ, აქ სპუსკზე ჩავალთ. მიდი, დინარეზე ჩავალთ. მარცხენაზე. არდა. სამეთე გავიარეთ. აქ როგორც გინდა რომ მივიდა. ლეგიტა ჩეკიდა. მაშინ მოხდეშილი არისო. დავით. რა საჩიქმერა ნიჩიო. მე გავიარეთ, წავედი მე-15-ში სპუსკზე ჩავდივარ ისევ. პროვინცია არის ხარ. პროვინცია ხარ. მე გავიარეთ. ელა აკნელა. აგრაკი. პროვინცი. ეხანელა. ლევიში მე-18, პროვინცი მე-19. და მე პროვინცი 21. 22 კარგი ხარ, 23 ისია და მე გამოგაგრები. ეს ჩვენი პარტი პორტრეტი და მოდის მარგე მოდის ოჰო შენგენას ასრულებს ბიჭო ჯობა ვარშავის საპრიზოზე მოხვედრის ვინ მოხდა საჯამებენ რაღაცებს აკლებენ არ ვიცი მაგრამ მესამე ტრასა აქვე ყველაზე მაგარი იყო და აი ამას კიდე სიამოვნებს გავივლი ძალიან ის ძინა ძალიან და ან ყველაზე საინტერესო და ყურებადი კლასი გადმოვიდა ძალიან გვიან არის რამის 11 საათი მიმყოფები ისევ შეჯიბრზე მიმდინარეობს ბოლო პრო და ორი კატეგორიის ორი ტრეკი არის დარჩენილი ეხლა ერთზე მიდის ამის მეტი კიდე ერთია ორი გავდააქვს და ამით უნდა გადაწყვეტეს გამარჯვებული მასე კატეგორია ავიდა. მე ვეცდები შორიდან, მაგრამ გადავიღო. ამე რა მოუდგენელია. მე ვერ ხედავ ესე კარგად რანაც ტელეფონი. იქ ძალიან დიდი დიაგონალებია. წერა კიდე მაპაჯერო ამოგვიჭირავდა. მაგრამ მე არ გადაჭი. აი არა. მან ჭირდება ხოლმე ჯალონბარი ჩაბმე, მაგრამ არ დაჭირდა ეს. სწორედ აი არა. ისეთ რაღაცა ესეთი ასასები ისეთი. და მე უნდა ჩამოვიდე უკან. აქ უნდა გამოიაროთ. სპორტები ეს უნდა იყოს ამ კლასში მესამე მანქანის მეორე გარბენი და მე უკვე უნდა წამოვიდეს პრო მოდი კატეგორია არ ყველაზე მოდიფიცირებული მანქანები ესე იგი იქ ყველა მაიარა ჯალონბარის გარეშე ეხა მეორე გასვლები
აბა ნახოთ ეხლა ეს რაც იზავს. Შეძლებს თუ არა ჯალამბარის გარეშე ასვლა. აი ეხლა რას დაინახავთ ვიდეოში. ესა მე ვეცდები გადავიღო. აი აქ არის წერტილი, სადაც რაზგონით მოვიდნენ. აი ხა ხვის ჩაყოფს და აი მეორე კაცო ხედავთ მან უნდა აიაროს და აი ვაში აუვიდო ოჩო მოკლედ იქ მოთხარეს იქ ისე რომ ჯალამბარი აღარ ჭირდება არა და მანამდე ანკერი ეყენა ანკერი მანქანა და უშველო აი აქ რო ჩამოვა მე გადავიღებ კიდე ამის ლეგენდა რატო უტიაშვილი რომელიც არის ცნობილი თავის ღამის გასვლებით ეხლა ფარები ამიწოდა დამიდროა აქ აბა ეს ნახოთ როგორ ილისია არა და სულ ღამე დაძურება ხოლმე გასვლებზე მაგრამ აბა აქ ნახოთ მოდის ფინიშისკენ უნდა აღნიშნო სხვა წინა მონაწილეებმა უხეშ არ აიარეს ნამდვილად რომ გაჩერდება და ეს კარგად ამოვიდა მაგრამ რაღაცა შეიძლება გაჩერდი ერთ-ერთი უცნაური შემთხვევა მოგივიდა საბურავი გაიჭედა საბურავებს შორის საბურავი გაიჭედა საბურავებს შორის ის საბურავი დახვდა ხო და თან ყველა მეძახდა რომ საბურავი მე ჩავთვალე რომ საბურავი მოვძვრა და გადმოხედა ის საბურავი დახვდა საბურავია გაჭედილი იმაში სისქვეში ეხა ციკა გამოვაძრე ანუ ერთი საბურავი ზედმეტი გაქვს ხო არ ხანახან საჭირო ხუთ საბურავი ზომები დაგვიწერა და ჩვენ მაყურებელს ვეთქვით გაგაკიდინებთ იაფად ვიდა შემდეგი კატეგორია სადაც არიან პრო მოდიფიედ მანქანები ანუ პრო მოდიფიედ ახიან კატეგორიას ანუ ეს არის უკვე მანქანას რო აღარ გავს ესეთი მანქანების კატეგორია ანუ ეს კატლეტ ეგრეთ წოდებული კატლეტების კატეგორია ან იცით ხო მანქანას გავდნენ გარედან მიხსებოდი რა მანქანები იყო ამას უკვე ვეღარ მიხსები რა მანქანაა იმიტომ რომ მიჭრილი მოჭრილი გადმოკეთებულია ყველაფერი აბსოლუტურად. აბა რას იზავს ხო? აი მანდარი საინტერესო აღმოჩნდა. ბაჭო წინა კატეგორიის მანქანებმა ჯალამბარის გარეშე აიარეს და აიარა თქო და იქ დარჩა. რაღაც ხმა იყო ხო? თემთო? აბა ყასუნის ხმა იყო და რიცხვათვის ხმა იყო. აჰა, ავიდა. უნა გამა იყო. Oi? ჯეკლასი გამოჩა ხო? ხო, მან გასწავლელა გადავიდა. მან წაიყირა მალები. მალება არის. აი. ეხა ავადა ფინიშდა რომ მე გადავიღებ ხა მან. მოვიდა. კარტოსი მოვიდა. მოგვიტანა ჟელიბონები და ვაგზავნეთ გადაღებას. აგბაბა ხათოს ჟელიბონები. მე ჟელებ გაკეთებ. რა ბავშვია. გავიდა. კილომეტრი ისე რა. მე ვიცი რა ხა. თავარია იმ კაშკა ერთხელ რომ მან დახევა არ მოუამენციო. მეგარი მიხლოვანია. რაღაცა ხრიალების ხმები აქვს. თუ ედება უბრალოდ საბურავი. ვიდა. რაღაცა. ეხა ფარებით გაეთიშო. აბა წავიდა მან ჩქარავია ხოლმე. ანუ არაფერი განსაკუთრებული და 5-13-ია უკვე და განსაკუთრებული არაფერი არა. შედეგის მომცემი მოკლედ ვერაფერი. შენაირი ბანძი კი არის. არ ვიცი შენი მანქანა ვის გააკეთებ?
ვაიმე, აქეთ არაა. ბიჭო, ხალხია იქ. აი, შეფები გაყარა ისე წავ. იყო ახტომა. გადა მოხდა. ისე ჩქარა მიდის და სინათლე ვერ მიყვება. ეს მე მოვიგონე. ანან რა ხდება? ვაი, გამოტოვა ხო თუ? მოტეხვა არა ჯარიმა. არკაც მიდის და. ძალიან მაგრა მიდის. უკვე ფინიშდანა. ხო არ ელოდით ხო? შემოფრინდა. აი შეფები ამას. ამას კაი განათება აქვს და ვიდეოც კაი გამოდის. შეფები გიჩავს. ბიჭო. დროშებიც აქვს. ერთ დროშად დიდი ბრიტანეთის დროშა დავინახე. ერთ საქართველოს. და რა შესაძლოა კარგად მიდის. აი მანდ ხო ისჭირდებათ ხოლმე უკან. იგი რო იმას კან. კარგად აი არა. ვა, სულაც კი ნახ კუცაკს. ოჩა. რაიონად აიარა ნახ. ეს რა მონსტრია. არა ძალიან კარგი. მოდის ფინიშთან უკვე დიახია. სულ გონია რაღაც რომ მომარტყან. ეგეთი ხმებით მოდიან. ესე იგი ბულცების მანქანა და აბა ნახოთ რა სიზავს. რაღაც ფრანკენშტეინ პატროლ შმატროლი. და ზარი შტურმანი. Licinat me maleși. Licinat me. Ce e aici? Aba. O, tu ana mă cuțuitame ca aici neba. O, roboli mă uita ce. Nu cuțuitau. Oh. Uita. Oh, da uite. Oh, che ciao te interviu. Chkara, bicho, chkara. Andari shefebi. Ari. Aia, bicho. Wow. Isi qo ra khvia. Iseti აცლო იყო. ეს ფარებს ხანანთები ხანაკრობენ. ცოტა მუსიკას ავითაა. აბა, აი ეს კაი მძიმე მანქანა არის და კარაიბებში გავლა გაუჭირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდია. არა, ყველა ვარიანტში მოუწევს, იმიტომ რომ მანდ ვერ გაეტევა. ხო, პატარები უფრო მარტივად ზურებია. ამას ორჯერ მოუწია, თუ რა ხდება. მესამე, არა, ესე შევხვდები. კავა ალბათ, მაგრამ ავიდა, მაგრამ აი იმ კარები პირველ კარებს დაკარგა ყველაზე ბევრი დრო, რა გიზევით პირველ კარებს. აბა, თქო. დროები უდგათ, უდგია. არის. მოდის ფინიშთან. თუ ვერ გადავრჩი იცოდე ფიჭბრალია. კარგად შემოვიდა. შემდეგი მონაწილე და ველოდებით სტარტს. ეს უკან ფარებს გიჭუტუნებს და თვალები დაგვიბრუნავოს. ნუ ვერ დავინახოთ რეალურად როგორ გადავიდა. ავიდა. 240 ჩავიდა. შეფებიც არის. ავიდა. ჯაყაჭულის ხმები იყო, მაგრამ კარგად დავიდა. აბა, ეს კარი არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი გავლით თუ გაიარა, კაი დრო იქნება. ოჩა. სანტა დავკარგე, ოჩა. ძალიან კარგად. აბა დაადგა.
მაგრამ მიდის, ძალიან მაგრა იარა. ის მოდის ძალიან კაი დროშია რა. ნამდვილად უნდა ის. ბიჭო, რა ხარ? ბრავო, მართლა მაგრა იარა. ნახეთ ოვაციები როგორ შეხვდნენ. შემდეგი მონაწილე 300 რაღაცა ნომერი 316 ნომერი კატლეტი შმატლეტი შემწორი კატლეტი ნატარტერა პრობლემ ნო პრობლემა აბა შეფები არის მე მაქვს შეფომეტრი შეფი თუ არის ესე კარგად გადის აი მან მარცხინა უნდა შევიდეს და პირველ კაში უნდა გაიაროს ზადნის გარეშე. უკანა სulis გარეშე უნდა გაიაროს. აბა. ვა, ძალიან კარგად ძაღლი უშლის ხელს, არა უშლის. გადაუვლის თუ რამე. ბოდის ყოველთან დამცველებთან. მიდი, კაი. აი იმ ერთი უკან დახევს ვიხედავთ, საკმაოდ კარგად მიდის, მინდა გითხრათ. და საკმაოდ ჩქარა გადაიარა. აი აქ ძალიან ჩქარა. შეგინით ხალხი ლახლახეთ. და ფინიშთან ურა კადრები. მოვიდა. კარგად იარა ამანაც. თუმცა ოვაციები ნაკლებია. მანდა კარგად იარა. დავიდა შემდეგი მანქანა. ცოტა ცუდი განათება. კარგი შეფერია. რაც იმის მოჩვენებელია რომ თავარი ეხა იკარტოს იზავს. ოსმის გარეშე თუ გაიარა არის ძალიან კარგი შედეგი. რა თქმა უნდა ჩქაროს გაიაროს. აბა ნახოთ კილომეტრს. ვერ შეძლო. მან დაი არ ვიცი ძალიან ბევრ სუჭირს ოსმის გარეშე გავლა. არა ხო აი მორსკო. იმ ორმა შეძლო. არა იქ ძალიან კარგად ავიდა. ხო, დამაჯერებელია. აბა, მიდი, ხამან. აქ უნდა რაუდა. ვაი. ეს თან. რა ხარდა? და პროცესს არ გაჩვენე. ვაი. რა? აი, სარ სლები არ. გიგება რა. სლები არ. ბევრი დრო დაკარგა. აზრი არ აქვს. სლები არ ყოფნის ვერ გადადის. ჩედიოდა ხა. აზრი არ. ძალიან ბევრი დაკარგა. აუ, ძალიან. მან არც ერთ მანქანას არ დაუკარგია დრო. ხო. აბა, მოვიდა. ოკე. ნამდვილად კარგად წავიდა, კაი იყო. აბა ნახოთ იმ კარებში რას იზავს. კარგად მიდის, კაია. მე მგონი შეძლებს. ოხ, მიდი. გაიარა, ყოჩა. ცოტა ნელა გაიარა, მაგრამ უხუსლა არ დაჭირდა. კაია. რაღაცა მოძრადი? ხო, რაღაცა განათება. აუ, რა დამედის ნელა? აბა, მიდი. ჯო, კაია. კარგად მიდის. აი. მოვიდა. ვა, ბიჭო, მოიმე. ოხ, ჩემი. სამბადა გირავდა. რაი ეს? დედა რაი ეს? მოულოდნელად გაგვეპარა მონაწილე? უკაცრავად? ესე მალე არ ველოდით. ძალიან კარგად გაიარა, ძალიან კარგად მიდის. ვაიმე! ჩაუხრა მე მგონი თუ რა მოხდა. აუ. ძალიან კარგად გავიდა. შუა ფორმულია. აუ, რა ადგილას ჩარჩა. რა კარგად გავიდა. ისეთ მომენტი. ძალიან კარგა, აუ, რა ხდება? რაღაცა აერია.
კარგად მიდიოდა, მაგრამ აზრი აღარ აქვს. აზრით არა აქ ეხა თბილა უნდა. ой. რაღაც ცუდი ხმები აქვს. აუ, საბურავია გადამძვრალი წინა. წინა საბურავი გადადურა. აუ, არა, აზრი არა აქვს, წინა საბურავი გადადურა. აუ, გადადურა. აუ, დაფინიშებას ეცდება ალბათ, არ ვიცი რომ ამის მერე ხო შემდეგი ისაა ტრეკია კიდე. არა, გაჩერდა. არა, ის დაღმართება. რო საბურავი გადადურა. საბურავი გადადურა სამწუხარო ჩანს ვიდეოში კარგად. როგორ მიაფლაშუნებს იქ. ავიდა შემდეგი, აბა შემდეგი. ჩემი შეფომეთი, აია. ჩემი შეფომეთი. ბიჭო, მარცხნი ვარ იქ და ვაიმე. აუ, დარახტა გადახტა. არა მაგრავი. ჩემი შემომეტრი. ანუ მეორე ჯიბეს ჩამიწუდი. არა ის არ გადმოიყაროს რა, მოგკეთებ. არ შემიშли. შევიდა იქ, შევიდა. ავიდა. კარგად ვიდის. არ ვიცი, მაგრამ აი წინა პირველ ეპიზოდს ვარ შევწევ, დაანახტა, ძალიან კარგად ვიდის. აბა, მიდი. რაი ფრინა. კარგად ვიდის. მოდის. აკროს შემოდიან სულ გაგno გადამიარო. ავიდა, აბა შეფომეტრი. ორი შეფომეტრი. ანუ მეორე წუთზე მიდიან და უკვე გაიარო და მეორად ჩქარა მიდიან ყველა. თავარი ეხა იმ კარში გაიაროს ისე რომ უკან დახევა არ მოუწიოს და ძალიან კარგად გაიარა. აუ, მაინც ვერ გაიარა უკან დახევის გამო. ჩამოვაგდე ეგრევე. კარგად მიდის. საერთო ჯამში კარგად მიდის, ყველას ვერ აღწევი. აუეცადი, ჩამოსტა და ამოსწევი. ჩამოვადი. ეს სული გადავიღე, ანუ არ გამიწყვეტია კადრი და რა გაიარა. მაგარი ემოციებია, თქვენს ხედავთ აგერ ჩვენთან ერთად. აბა, მეორე გასვლა ბურთების ეკიპაჟის. მოვიდა. ამის ნაით რაიდერი მოვიდა. აბა, ნახოთ ახლა რა იქნება. არ მახსნებოდნენ რომ ზაზა როგორ მოეჭიდა იქ შიგნით. ერთ მოეჭიდა. ანუ უკაცრავად გადაღება. აბა, შეფომეტრი. ეს მეორე. შეფები დაგვაქვს. ჩემი შეფომეტრის 50. კაია. ეხა ის ზედალეთს რაღაცა კონტაქტები ვერ აქვს კარგად. აბა. არა, მანდ გავა. ამხე ძალიან დიდია, ვერ შევაი. კაია. წინასთან შედარებით. აუ, რაკენი. განათან ზაზას მხარეა. რას უყურებდა მე არ ვიცი. ვერ გაწია ხელი, ჩემს კუბას ესეთი. ჩამოსწოლდი. თან ნახე ზედადის კიდე იმას, ჩამარხეს საერთოდ ის. თუ მე ვერ გავიარ, ვერცხლმა ვერ უნდა გაიარო. ეს დისკვალიფიკაციაა? ვაი. ჩაცი არ არის, აბა მაშინ გაზი. არა.
ტრანსპორტია, აბა რა გითხრა. სამწუხარო შემთხვევა მოგვივიდა. თავი არ გადაყირავდა. არ ნებდებიან, მე მგონი. და ჯალამბარით აპირებენ აყვანას და ზევით თუ და მოაბან იმას კარებს. კარების ხეს. იმიტომ რომ ჩასაბმელი წერტილი არა. არა, აღარ მინდაო, აღარ მინდაო. სამწუხაროდ დაუზიან და მანქანა და გამოვიდიშა ასპარეზობას. არა, ამან მე არ მithოვია რომ გადაყირავდი. თქო თვითონ აკეთებდი. ფორტიკე დაისვენებს. სულ ჯერ ვიღაც მოვიდა. ეს ვინ არის არ ვიცი. არა მოვიდა. გარე. რა ნომერია? 300 რაღაც. ეს ზევით საბურავი რომ გაუშვიდა ის მანქანა არის. როგორც ჩანს გააკეთეს საბურავი. ამასობაში ხდება იმ მანქანის ტრეკიდან ევაკუირება, რომ მანქანამ დასტარტოს. მე ყოველ შემთხვევაში ეგრეთ წარმომიდგენია. ეს კონკრეტული მომენტები. თავიდანვე იქიდან მხრიდან რომ დაეჯალამბარებინათ, უკეთესი იქნებოდა. ქართლა წავიდა. აბა, ხეფომეტრი კარგად მუშაობს. გაია. კარგად მიდე. აბა, ნახოთ ეხა. ჩაფრონე და აუ ძალიან ჩქარა ჩახდა. რაღაცა დაუზიანდა. ავიდა. ეხლა მე მგონი ისე უნდა გაიაროს რომ მანქანა აღარ დააზიანოს. დააზიანა ახლა. შემდეგი ეტაპისთვის შემოიტოვოს მანქანა. ეს წეღაროლედი დრებოდა ისა. კარგად უნათებს ისე დაბლა როგდია. ეხლა მე მგონი უბრალოდ იმაშვება რა. აღარ აწვალებ მანქანას. რო შემდეგ იმაზე მაინც გავიდე. ის მარა ჩხარატოს და ალდი. რა დროზე რაღაც 5 AMG იდება. რაღაც სხვადასხვა ტრაექტორით დადიან ხოლმე იქცევით. ეს ლედი ძალიან უხდება. უნდა გითხრათ წინ. მას შორის ძალიან კარგად ანათებს დაბლა. კარგი ლედია ის, ამდენი ხანი რო გაძლევ. გამოვიდა. ის მონაკვეთი რო არ ჩავთვალოთ კარგად იარა. არ ვიცი, აი კი ჩანს. ნახეთ როგორი ამინდი გამოვიდა ამასობაში. მოვიდა პირველი მონაწილე. პაჯერო. მათაშორის ძალიან კარგი პაჯერო. სანამ გაერკვა რომელი მხრიდან შესული არ შეიძლება, მაგრამ ეხლა უკვე მიდის კარგად. კარგად მოგსაუბრ რაღაცას არ ვიცი რას მოგსაუბრ. გააშლევინა ყველას რა თქონდა ან არ თქონდა. ნახეთ რა მაგარი განათება გვაქვს. ყველაფერი ჩანს ხელის გულზე. ნახეთ. აი, რამე არა ის. აუ რა ხდება იქ სადღაც. ათი ჩიაგანი ეკბარები ვეყავ ხედავ. იქით ვეღარ ხედავ. არა, დავინახეთ. პრინციპში შემოbrunda უკვე. მაგრამ არი იყოსო. აი, რო წამოვაქეთ გადავიღებ. ოპიჩო. ოპა. არ ვიცი, ცხირი ჩახტა ძალიან. ვა. ავიდე. რა ხდება იქ? იქ რაღაცა მაგარია, მაგრამ რა ჩორდა.
საათს და ხარ გოგო იქ 5 კილომეტრია ანა. იქ რაღაცა სერიოზული ხდება. ბიჭო რა ხდება? ამოვიდა უკან. Ay, egre, oraya. Kaydı tüne tatati. Ukan artık var ya da. O rahat ਹੁੰਦਾ ukan artık. Usta bitti. ეხა გადმოვა მარჯვნივ. აი, მოგიწყეთ პატიმო. არა, უკანაა კიდე ბოჭკა. ეხა გადმოვიდა მარჯვნივ, ეხა იქავა, მე გადავა მარცხნივ და მე ისევ წამოვა მარჯვნივ. აქედან მეღოქედო წავიდა. შეიძლება მანდა ბოჭკა და სოციალ დავიკარგო. მაგრამ ბოჭკას უბოლო წერტილია მე მგონი. ოკეი. ო, იქაა ჩასარჭობი მე. შენ საიდან იცი ხა თუ მოგზავნილია რა? აი, ეხა ჩაერჭობა. აი, ნახე. ეხა განახებთ ვიდეოზე როგორ ჩაერჭობა, აკე? არ ჩაერჭო. ან ბაჯერო რა არა მაგიტო. აი, უკარო. განათებულია, ნახე თუთი ისა. ელის გულზე განათებული მთელი ტექი და. აჰა, ამოდრა წამოვა, ეხა უკან. წამოვიდა უკანა გზაზე. არ ვიცი ხა აქ ისეთი რთული ჯერჯერობით არაფერი არა ხა ისეთი გზაა. ჩქაროსნული გზა არის. ო, უბრალოდ ჩქაროსნულზე ორიენტირებული გზა არის. ერთ რმულს ვარჩავ იქა. დავიდა. ლეგი გამოვიდა. ეფომეტრის კარგად ხდება. უდიაშვილი დავიტიოდი. როგორც ხედავ ჩვენი ცოტები გზაში თუ მიეტია წერტილებში ვიდეცხონოთ აქ უბედურებაში არ გავიკვირდეთ. ოხ, რა ეფექტურად დადის ესე გადავიდი. ბოლოშია საინტერესო რას იზავს? ჩაყვინთავს თუ არ ჩაყვინთავს? არ ჩაყვინთავს. ეგ ისეთი ოხერია გადადრება საინდა. ეხა უნდა გადმოვიდეს მარჯვნივ. მე კიდევ მარცხნივ. აბა. და მე იქ ბოლოში ხო ბატონო მარჯვნივ და მან სადღაც ადიან მე მარცხნივ ჩადიან არ ვიცი იქ სად მიფიქრა რა ხდება ბოლია მიდი დავით რა მოდის იქ ბატონო ჩავიდა ეხა მან დავა მოტრიალება და მან დარი ჩასაყვინითი აბა, აიო. ეგ კარიც გაიარა და აჰა. კარგად ჩაეტია მაგისთან. ჩვენივრად გაიარა. მოვიდა. მონლერი. წინა იმაზე იყო. აი, ოკეი. ეს ჩვენი ჩქაროსნული ისაა რა ვარიანტი ამათი. არა, ხო, მაგრამ აი ეს არის მგონია რომ აი, ჩვენი გზა აღარ უნდა ელოთ თან. ჩვენი გზა რატო იარეს თან? თან იმანაც იარა. აბა მოკლედ შეჯიბრი კიდე გრძელდება ვინ სად არის როგორ არის კაცმა არ იცის ჩვენ წავედით სახში დავიღალეთ როგორც იქნა დასრულდა
ჩემპიონატი ამოვალეთ ჩემპიონებს კატეგორია ტურიზმი. მესამე ადგილი ანა აბაშიძე დავით ნუცუბიძე. მეორე ადგილი რომელიც ბატონო აკაკი მარავის არ დაუთმო. აკაკი ამაში წელი რა ანა ბიებიაში. პირველი ადგილი. პირველად მიიღო მონაწილეობა და პირველ ადგილზე გავიდა, ამისთან არაფერი არ მინახია. ლევან ზაზიკაშვილი, გიორგი ფაკაძე. არა, მეორე ადგილოსანი ანი ნაცარაშვილი, გიორგი მარგებაძე. პირველი ადგილი სოფო ასლამაზიშვილი, ბექა ჯოთმენაძე. ამით დასრულდა საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი და მეხუთე ეტაპი, აგერ 1000 მედლები ჩამოხსნა შუა მეგონი, ხელში უჭირავს. დავასრულეთ ჩვენ ასპარეზობა, გინახეთ ყველა ადგილი გადავიღეთ, ვინ რომელ ადგილზე გავიდა, როგორც მეხუთე ეტაპზე, ასევე ზოგადად საქართველოს ჭრილში. გემშვიდობებით და ნახოთ 2025-ში რა იქნება. 2025-ში 1000. ხო, 1000. ნახოთ რა იქნება, გვანახებ შემდეგ შეჯიბრებები გამოვალთ თუ არა. ყველას გიხდით მადლობა ხურებისთვის. გამოვიწერეთ ჩვენი არხი და ბევრი ლაიქები და კომენტარები.